მოკლედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობაზე. მე ვარ რეზო შალიბაშვილი. საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში თითქმის 20 წელი ვიმუშავე. ვამზადებდი სატელევიზიო და რადიო პროგრამას ირაო. მოგზაურობა, მოგზაურები და ყველაფერი მოგზაურობის ირგვლივ. მათ ვისაც იზიდავს ბუნება და სილამაზე, უყვარს რისკი და უჩვეულო თავგადასავლები. სურს აისრულოს ბავშვობის ოცნება და რამდენიმე წუთით დაივიწყოს ყოველდღიური ერთფეროვნება, პროგრამა ირაო გთავაზობს სიმშვიდეს და სიამოვნებას. ბრწყინავი მწვერვალები, მიწისქვეშეთის იდუმალი ქვეყანა, შორეული ნაოსნობა, ახალი მარშრუტები, თამამი ექსპედიციები, მოგზაურები და აღმოჩენები. ყოველივეს წარმოგიდგენთ პროგრამა ირაო. ედუარდ შევარდნაძის და მისი მოქალაქეთა კავშირის მმართველობისას 1999 წელს ტელერადიო მაუწყებლობის თავმჯდომარედ დაინიშნა ზაზა შენგელია. მან მალევე დაიწყო შემოქმედებითი ჯგუფების გაუქმება, გადაცემების დახურვა და პროფესიონალთა დათხოვნა. პროგრამა ირაოც დაიხურა, თურმე ძალიან ქართული ყოფილა. მიხეილ სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის დროსაც მაუწყებლობის თავმჯდომარე იყო ზაზა შენგელია და განაგრძობდა გადაცემების დახურვას, თანამშრომელთა გაშვებას. მალე დაიწყო ახალი შეტევა შემოქმედებაზე. შემზადებულ გარემოში დაიწყო ტელერადიო მაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთების ბოლო ეტაპი, რაშიც აქტიურობდნენ თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, შემდგომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დავით პაიჭაძე, შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეგანი, მამუკა ხერხეულიძე, ვახო ბაბუნაშვილი, დათო გოგიბედაშვილი. 2005 წელს საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობა გადაკეთდა საზოგადოებრივ მაუწყებლად. დაინიშნა სამეურვეო საბჭო, თავმჯდომარედ ლევან თარხნიშვილი. მოადგილეთ თავისუფლების ინსტიტუტელი თამარ კინწურაშვილი, წევრებად გია ნოდია, ალექსანდრე რონდელი, გია ხუბუა, შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე. მსურველებმა შეიტანეს საბუთები. სამეურვეო საბჭო გაეცნო მათ. საბუთების მიღების დასრულებას 2 დღე აკლდა, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. საბუთების შემოტანას ზოგი ვერ ახერხებს, რადგან დასასვენებლად არის და ამიტომ საბუთების მიღების ბოლო დღემ 2 კვირით უნდა გადაიჭიოსო. დაახლოებით ასე იყო. ამასობაში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კინწურაშვილი გადადგა და საბუთები შეიტანა მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მიუხედავად ინტერესთა კონფლიქტისა, სამეურვეო საბჭომ მიიღო და დირექტორადაც აირჩია, დანიშნა თავიანთი ყოფილი ბორდელი თამარ კინწურაშვილი. ამის შემდეგ ლევან თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დაინიშნა. შენ გააყალბე არჩევნები, აყალბებ და შენ ხარ დამნაშავე. მთელი ქართული ხალხის წინაშე. და ამის გამო შენ დაიჯერდი, ამ სიტყვას მე გეუბნები. საქართველოს ატყუებ, ბიჭო. თელ საქართველოს თქვენოდეს. შენ ხარ ტიპიური თაღლით. შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე არჩევნები და ზაზა შენგელიათი დაწყებული ყველა სათავისოდ ირჩებოდა და არავინ მაუწყებლის სასიკეთოდ. შერჩენილი ტექნიკური პერსონალიც არავის საზრუნავი იყო. რადიოს მშენებარე სტუდიის ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. 2017 წელს მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩია, დაანიშნა ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია ჯდს-ს მთავარი პროდიუსერი, მანამდე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით ნაციონალური მოძრაობა დემოკრატები. სამმართველ პარტია გამოვლილი ვასილ მაღლაფერიძე. აი ასე, ყველა მთავრობას მორგებული. ვასილ მაღლაფერიძემ პირველ მოადგილედ დაინიშნა თინათინ ბერძენიშვილი. ტელევიზიის შენობის დერეფანი, სადაც ხელმძღვანელობის კაბინეტებია, გადაიღობა. ჩაიკეტა და თანამშრომლებს დერეფნის ამ მონაკვეთზე გავლა აღარ შეეძლოთ. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის აგვისტომდე. უცებ გადადგა და ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. მაუწყებლის დირექტორის მომდევნო არჩევნებისთვის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი გენერალური დირექტორისთვის მომატებული ხელფასი შეეხვედრებინა
და ასე შეიგებდნენ თინათინ ბერძენიშვილს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მმართველი პარტიის თანაგუნდელი ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა. ტელეფონი კვლავ დაკეტილი, ცალკე სამყარო ქონებისგან გარკვისათვის. ახლა ტელერადიო მაუწყებლობის ეზო შენობები ბინადმშენებლობისთვის ჩაუფიქრებიათ. ეს არის პირადი ინტერესების სტრუქტურა, ყოველგვარ შემოქმედებას მოკლებული, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ვერანაირად ვერ პასუხობს. აი ასე, შევარდნაძიდან მოყოლებული სააკაშვილ-ივანიშვილის ჩათვლით, ერთი მიდგომაა საქმისადმი, ქვეყნისადმი. ეს ერთი დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყანაზე უწინ საკუთარ კეთილდღეობას აყენებს. ფიქრობ, ასეთი ხალხი თანამდებობაზე არ უნდა იყოს. ბოლო-ბოლო ეს პარტიულ-მავნებლური ხრუშჩოვჩინა უნდა დასრულდეს. თქვენ რას ფიქრობთ?